საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არსენ იყალთოელის მიერ დაწერილ დავით აღმაშენებლის ეპიტაფიაზე. უპირველეს ყოვლისა გავარკვიოთ და დავიმახსოვროთ, რომ ეპიტაფია გახლავთ საფლავის ქვაზე დასაწერი ლექსი. ალბათ ბევრჯერ მოხვედრილ ხართ სასაფლაოებზე და დაგინახავთ, რომ გარკვეული წარწერები სასაფლაოებზე და საფლავებზე არის გაკეთებული. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში საფლავზე წერენ ხოლმე ადამიანის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს, თუმცა თუ ძველი საფლავებისთვისაც მოგვიკრავს თვალი, იქ ხანდახან გარკვეული ტექსტიც წერია. რა თქმა უნდა, ეს ტექსტი უნდა იყოს მოკლე და მომცველი. ძირითადად შენდობას ითხოვენ ხოლმე ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც მიცვალებულნი არიან და ვისიც არის ეს საფლავი და ძალიან იშვიათად, როცა გასაგებია, რომ დიდი ადამიანი კვდება და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ქვეყნის ისტორიაში, მას უკვე ეპიტაფიასაც განსაკუთრებულს დაუწერენ და აი სწორედ ასე მოხდა, როცა გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი საქართველოს ისტორიაში და მისი ეპიტაფია, ანუ საფლავის ქვაზე დასაწერი, როგორც გითხარით, დაწერა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფილოსოფოსმა საქართველოს ისტორიაში არსენ იყალთოელმა, ძალიან დიდმა სასულიერო მოღვაწემ და ძალიან საინტერესო ადამიანმა თავისთავად. ორიოდე სიტყვით გეტყვით არსენ იყალთოელზე. არსენ იყალთოელი მე-11-მე-12 საუკუნეების მიჯნის მოღვაწეა. იგი არის დიდი მთარგმნელი, ძალიან საინტერესო მოაზროვნე და ამავე დროს პოეტური ნიჭიც ჰქონია, რაც ეტყობა მის აი ამ ეპიტაფიას. არსენს იყალთოელი იმიტომ ჰქვია, რომ იგი დაბადებულა იყალთოში და როცა იყალთოში აკადემია დაარსა, გახდათ მისი პირველი რექტორი. ამავე დროს იყალთოს აკადემია დღემდე შემორჩენილია კახეთში და შეგიძლიათ იხილოთ, ნახოთ ის დიდებულება, რაც შექმნილია დავით აღმაშენებლის ეპოქაში და მიხვდებით არსენ იყალთოელს რა შესაძლებლობები ჰქონია და როგორი მოღვაწე და მოაზროვნე ყოფილა. დავით აღმაშენებელმა არსენ იყალთოელი გელათის აკადემიაშიც მიიწვია, იქაც სთხოვა მას მუშაობა და ეს ადამიანი გელათის აკადემიასაც უკავშირდება. აგრეთვე არსენ იყალთოელი მონაწილეობდა ყველა იმ საქმეში, რომელსაც დავით აღმაშენებლის სამეფო კარი ატარებდა და წარმართავდა, კერძოდ რუის-ურბნისის კრებაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენაა დავით აღმაშენებლის ისტორიაში, სწორედ არსენ იყალთოელმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო. ქართველ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ვაჩესძე გახლავთ, ხოლო ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იგივე არსენ ბერია. ანუ ის არსენები, არსენ ბერი, არსენ ვაჩესძე და არსენ იყალთოელი, ის სამი არსენი, რომლებიც იცის საქართველოს ისტორია ამ პერიოდისა, ქართველ მეცნიერთა აზრით შესაძლოა ერთი და იგივე ადამიანი იყოს. აი სწორედ ამ არსენს დავითის დროის ასე დიდ მოაზროვნისა და საინტერესო ადამიანს უკავშირდება დავით აღმაშენებლის ეპიტაფია. წავიკითხოთ უპირველეს ყოვლისა ეს ეპიტაფია. ვის ნაჭარმაგებს მეფენი 12 პურად დამესხნეს, თურქნის, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამაცა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს. უპირველეს ყოვლისა თვითონ ამ ლექსის, ამ სტროფის შინაარსი გავიგოთ. ვის ნაჭარმაგებს მეფენი 12 პურად დამესხნეს, ნიშნავს, რომ 12 მეფეო, ვინც დავსხი პურად, ანუ სადილად მოვიწვიე ნაჭარმაგებში. ნაჭარმაგები გახლავთ დღევანდელი გორის რაიონის სოფელი კარალეთი. როგორც ჩანს, აქ იყო გარკვეული სასახლე, ან და რაღაცას უკავშირდება ეს სოფელი და ამიტომაც ამბობს დავით აღმაშენებელი, რომ სწორედ ნაჭარმაგებში მიუწევია მას მეფენი და იქ გაუმართავს მას პურობა. თურქნის, სპარსნი და არაბნი საზღვართა იქით გამესხნეს, გულისხმობს იმ ბრძოლებს, რომლებიც დავით აღმაშენებელმა გადაიტანა, რადგან მისი მეფობისას სწორედ თურქები, სპარსები და არაბები ვეღარ ბედავდნენ საქართველოში შემოჭრას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მათ უპასუხებდა ხოლმე დავით აღმაშენებელი, მან ამ დროისათვის შეწყვიტა ხარკიც მტრებს აღარ უხდიდა და იბრძოდა ყოველთვის როგორც კი რომელიმე მტერი
ბედავდა, რომ რაიმე თვალსაზრისით შეევიწროვებინა საქართველო. დავითი ამ ომებში ყოველთვის გამოდიოდა გამარჯვებული და მან ბევრი ომის შემდეგ, ბევრი რამ ტერიტორია შემოუერთა საქართველოს, დაიბრუნა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და გააფართოვა ჩვენი საზღვარი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, როგორც ხშირად ვიტყვით ხოლმე. თევზნი ამ ერთა წყალთაგან იმ ერთა წყალთა შთამესხნეს ნიშნავს, რომ თევზები ამ წყლიდან, ანუ ამერეთის წყლიდან, ამერეთი არის ჩვენი მხარე ამ შემთხვევაში. ამერ იმერს ხმარობენ ახლა. ძველ ქართულად იყო ამერეთი და იმერეთი. იმერეთი დღესაც შემორჩენილია, მოგეხსენებათ. ამერთა წყალთაგან, ანუ აქაური თევზი, იმერთა, ანუ იქაურ წყალში ჩავსვი, იქაურ წყალში გადავიყვანეო, ასე ამბობს და აწვე ამაცა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს, ნიშნავს, რომ აი ამ ყველაფრის გამკეთებელი, ასეთი დიდი საქმეების აღმსრულებელი ადამიანი ახლა უკვე გარდავიცვალე, რადგან გულზე ხელი დავიკრიფეო, იტყვიან მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი გარდაიცვლება, რადგან იცით ალბათ გინახავთ, რომ მიცვალებულს სწორედ გულზე აქვს ხელები დაკრეფილი. ავტორს სურს გვითხრას ერთი მხრივ, რა დიდი დამსახურება, რა მრავალმხრივი დამსახურება მიუძღვის დავით აღმაშენებელს საქართველოს წინაშე და მეორე მხრივ, რომ ასეთი დიდი მეფეც კი გარდაიცვალა, ასეთ დიდ მეფესაც კი ძლია სიკვდილმა და შესაბამისად დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორი ამაოა ჩვენი ცხოვრება და როგორ ახერხებს უთისოფელი, რომ გაანადგუროს ყველა მეფეცა და გლეხიც, უბრალო რიგითი ადამიანის და დიდი და განსაკუთრებული ადამიანის და რა თქმა უნდა დიდი სევდა უნდა დაგვრჩეს, დიდი წუხილი იმის გამო, რომ დავით აღმაშენებელიც უკვე გარდაცვლილია და ისიც უკვე გარდასულია სასუფეველში. დავით აღმაშენებელი 1073-1125 წლებში ცხოვრობდა. იგი ძალიან ადრე 16 წლის ასაკში გაამეფეს, ეს იყო 1089 წელს და გამეფებიდან მოყოლებული იგი სულ იბრძოდა, სულ ომობდა და სულ ცდილობდა, რომ საქართველო ყოფილიყო მოვლილი, დიდებული და პატივნაცემი ქვეყანა ყველა მტრისაგან, რომ მას ამ ქვეყანას ვერ უბედავდეს ვერავინ უბატონოდ ხმისგაცემას და აი ამის გამო იგი სულ იყო ომებში ჩართული. რას ნიშნავს მეფენი 12-ნი პურად დამესხნეს? ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ აქ შეიძლება ეწეროს 7-ნივე მეფენი 7-ნივე პურად დამესხნეს, რადგან 7 სამთავრო იყო საქართველოში ყოველთვის და როგორც ჩანს, აი ამ მთავრებს პირობითად უწოდებს დავითი მეფეს, რადგან საქართველოს მეფეს ყოველთვის მოიხსენიებდნენ მეფეთა მეფედ და ჩამონათვალი იყო ხოლმე ასეთი მეფე აფხაზთა, რანთა, კახთა და ასე შემდეგ, ანუ იმ კუთხეებს თვლიდნენ, რომელთა მეფეთაც იგი ითვლებოდა და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მეფეებად მოიხსენიებოდნენ რომელიმე კუთხის გამგებლები, ხოლო საქართველოს მეფე იყოს მეფეთა მეფე. მეორე მხრივ, შეგვიძლია ჩვენ ასეთი რამეც ვივარაუდოთ. თუ გადავხედავთ დავით აღმაშენებლის მეფობისას შემოერთებულ ტერიტორიებს, მას სწორედ 12 ბრძოლის შემდეგ შემოუერთა საქართველოს სხვადასხვა ტერიტორია. კერძოდ, მან კლდეკარის საერისთაოს გაუქმების შემდეგ კლდეკარი გახადა სამეფო დომენად. დომენი ნიშნავდა იმ ტერიტორიას, რომელიც სამეფო მფლობელობაში იყო და განსაკუთრებულად გარჯილდა მეფისათვის მოსაწონ ადამიანს გადაეცემოდა ხოლმე გარკვეული ხნის განმავლობაში სამმართველოდ. ასევე აბულეთის ძეთა დამარცხების შემდეგ შემოიერთა ეს ტერიტორიები, ასევე შემოიერთა ზედაზენი, ჰერეთი, კახეთი, განძა, სამშვილდე, რუსთავი, ლორე, თბილისი, შირვანი და ანისი. თუ დავფიქრდებით, სწორედ 12 ტერიტორიაა და შესაძლოა ასე ვივარაუდოთ, რომ აი ამ 12 ბრძოლის შესაბამისად ფიქრობს არსენი ყალთოელი, რომ მან აი ეს 12-ვე მეფე, ანუ 12-ვე მთავარი თავის ერთგულ ხელქვეითად გაიხადა, 12-ვე მასთან ერთად დასვა საპურმარილოდ, ანუ სატრაპეზოდ და შესაბამისად ისინი აღიარებდნენ უკვე მის მფლობელობას, მის გამგებლობას და მის ხელქვეითობას. ზოგი აიძულა მათგანი დავითმა და ზოგი, რა თქმა უნდა, აი ამ ბრძოლის შემდეგ შეთანხმების საფუძველზე გახდა მისი ხელქვეითი. რაც შეეხება მესამე სტრიქონს, თევზი ამ ერთა წყალთაგან შთავსხი იმ ერთა წყალში, შესაძლოა ეს გულისხმობდეს ყივჩახთა ჩამოსახლებას საქართველოში
რამდენიმე მეცნიერი სწორედ ასე განმარტავს ამ სტრიქონს, რადგან მოგეხსენებათ, რომ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი გახლავთ ის, რომ მან გადმოასახლა 40,000 ყივჩაღური ოჯახი საქართველოში, ჩაასახლა ისინი ძირითადად კახეთში, იმ პირობით, რომ თითოეულ ყივჩაღურ ოჯახს უნდა ბრძოლის დროს გამოეყვანა მეომარი მთლიანად აღჭურვილი, ანუ ის უნდა ცხენზეც მჯდარიყო, უნდა ჰყოლოდა საომარი ცხენიც შესაბამისად და უნდა ჰქონოდა სრული აბჯარ აკაზმულობა. ცხადია, რომ ამ მეომარს დავითი გამოიყენებდა საქართველოს მტრების წინააღმდეგ ომში და მალე მან ყივჩაღთაგან შექმნა ძალიან ცნობილი არმია და ყივჩაღები გამოირჩეოდნენ საქართველოს ერთგულებით და გამოირჩეოდნენ თავგანწირული ბრძოლით. ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი მეომრები. პირველად დავით აღმაშენებელმა სწორედ დიდგორის ომში, ანუ 1121 წელს გამოიყენა ყივჩაღები და ისინი აქ საოცარი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ალბათ იცით ისტორიიდან, რომ დავითმა მათ მეთვალყურეები მიუჩინა, რადგან ეშინოდა, რომ შეიძლებოდა მათ უკან დაეხიათ, მაგრამ სულ მალე უთხრეს მეთვალყურეებმა, რომ არც ერთი ყივჩაღი არ აპირებდა უკან დახევას და არც ერთი მათგანი არ იბრძოდა ქართველ ვაჟკაცზე ნაკლებად. ამიტომაც დავითი შემდგომში უკვე ენდობოდა ყივჩაღებს და ამ დიდგორის ომში გამარჯვებაში ყივჩაღებმაც რასაკვირველია თავისი დიდი წვლილი შეიტანეს. დიდგორის ომი ერთ-ერთი საოცარი ომია დავითის გადახდილი და როგორც ჩანს, აი ეს ფრაზა არსენი ყალთოელის, რომ თურქნის, პარსინი და არაბნი საზღვართა გარეთ გამესხნესო, გარკვეულად მიგვანიშნებს სწორედ დიდგორის ომზე, რომელსაც ძველ საქართველოში ძლევაის საკვირველი ერქვა, რადგან ეს იყო მართლაც საკვირველი გამარჯვება, რადგან მთელი ისლამური საზოგადოება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი, მრავალი ლაშქარი დაესხა თავს საკმაოდ მცირერიცხოვან ჯარს საქართველოსას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველებმა ძალიან არათანაბარ ბრძოლაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. ამიტომაც ცხადია, რომ დავით აღმაშენებელი იმსახურებდა ამ ყველაფრისთვის შექებას და არსენი ყალთოელმა სცადა, რომ ეს ყველაფერი მის ეპიტაფიაში ჩაეწერა და გამოემჟღავნებინა, როგორი დიდი მეფე გვყავდა დავით აღმაშენებლის სახით. ბოლოში სტრიქონი იმის შესახებ, რომ დავითიც მიიცვალა და დავითიც მიიბარა საქართველოს მიწამ, სწორედ იმ სადარდებელს გულისხმობს, რომ ადამიანი მოკვდავია, ადამიანი მიწაა და მიწად იქცევა და დავითიც ადამიანი იყო, ამიტომ ისიც უნდა მომკვდარიყო და მასაც უნდა გულზე დაეკრიფა ხელები. თუმცა ეს პატარა სტროფი სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ დიდი, გარჯილი ადამიანი არასოდეს მიდის ამ ქვეყნიდან უსახელოდ და შთამომავლობა ყოველთვის დიდ პატივს მიაგებს იმ რაინდებს, რომლებმაც დიდი საქმეები აღასრულეს საქართველოს ისტორიაში. დავით აღმაშენებელსაც მარადიულად მადლიერებით იხსენებს შთამომავლობა და მისი ეპიტაფიაც მისი ერთი ქებაა, რომელიც შთამომავალმა ზეპირად უნდა იცოდეს და რომლითაც იგი თავის მადლიერებას უნდა გამოხატავდეს ასეთი გარჯილი მამულიშვილის სახელის წინაშე. გმადლობთ ყურადღებისთვის.